მოგესალმებით მეგობრებო, ყველა მინდა დაგპატიჟოთ აი ამის განხილვის გამო. ყველა. ესე იგი, აკადემიური განათლება არ ვიცი, მაგრამ კითხვა რომ გეშლებათ, ამას ვხედავ. ალბათ გერმანულად საუბრობთ ხშირად, არ ვიცი. კითხვაში სავარჯიშო გაქვთ, თორე ტანჯვა თქვენი მოსმენა. არ დამიწყო, ახლა წევლა კრულვა, რაც მთავარია, იარაღია თქვენი თავდაცვის. რაც მთავარი იარაღია თქვენი თავდაცვისო რა და ეხლა მინდა ასეთ ტვინაღრძობ ხალხს მივმართო რა. წყევლას არ დაგიწყებ და არც კრულას არ დაგიწყებ ასეთი დებილობის გამო, იმიტომ რომ ელემენტარული არ გესმის, რომ შესაძლებელია ადამიანი აღელებულ მდგომარეობაში პირდაპირ ეთერში, როდესაც პირველ ტექსტს კითხულობს და თანაც პირველად ისმენს ესეთ სიტყვებს, როგორიც არის ის სახელები, რომელიც არის ებრაულ ენაში გამოყენებული და ებრაელებში გამოყენებული, შეიძლება ვერ წაიკითხოს სწორად. ეხლა მეორე ის. არის ესეთი დაავადებები მეთქი, შეიძლება შენ არ მოგისმენია, მაგრამ გეუბნები არის დაავადება, რომელიც არის ლეგასტენია, რაც ძალიან აძნელებს კითხვის მდგომარეობას. მითხარი ხა ამ მდგომარეობაში არ წავიკითხო, მე ის რისი წაკითხვაც მინდა თუ შენ მოგისმინო და შენ გამოშტერებულ ადამიანებს, შენაირად გამოშტერებულ ადამიანებს მიუყვე და იმათ უყურო, როგორ მოეწონებათ ჩემი წაკითხული თუ არა, არ მოგწონს, დავაი დაახვი აქედა რა. ბანძი ხარ, ვიღაცა ხარ, არ გესმის მდგომარეობა, ხო? ჩემი მდგომარეობა არ გესმის, ხო? ბანძი ხარ. გამომიგზავნე შენი წაკითხული ხმამაღლა პირდაპირ ეთერში, რომ წაიკითხავ პირველად ტექსტს და მაჩვენე თუ არ იჯლუყუნებ რა, შე ბანძო შენა. თუ ერთი არ გამოგიგზავნია შენ ის ტექსტი პირდაპირ ეთერში 45 კაცი რო გიყურებს, პირდაპირ ეთერში თუ არ გამოგიგზავნია შენ პირდაპირ წაკითხული პირდაპირ ეთერში ხმამაღლად წაკითხული ტექსტი და მაინტერესებს და შენ რამდენად უფრო ცუდად იჯლუყუნებ ჩემზე რა. ძალიან მაინტერესებს. და მე შევისწორეთ ესეთმა ხალხმა რა. ვისაც ჩემი კითხვა არ მოგწონთ, დაახვიეთ მეთქი აქედან, ბიჭო. არავის არ გაძალებთ, რომ ჩემ ჯლუყს უსმინოთ. თუ თქვენ ჩემი მდგომარეობის გააზრება და გაზიარება არ შეგიძლიათ. წადით თქვენი დედაც მოვტყან რა. ვინახართ ესეთი გაუგებარი ქაჯები. არ დაგწყევი, შეგაგინებ ესეთ ადამიანს. შესაგინებელი ხარ და იმიტომ, ბიჭო, დედამოტყნული ხარ, ვიღაცა ხარ. არ შეგიძლია ადამიანის მდგომარეობაში შესვლა. არც ერთ თქვენგანს არ შეგიძლიათ ადამიანის მდგომარეობაში შესვლა. ფალოსები ესენი, ვინ არიანე? ნებისმიერ ადამიანს ვეუბნები რა. ვინც მე მისწორებს კითხვას. ჩაწეროს ლაივი და გამომიგზავნოს პირდაპირ ეთერში როგორ კითხულობს რა. მახინჯები ესენი რა. სულით მახინჯები. ვერ აზროვნებენ, ვერ იაზრებენ. ფუ თქვენი დედავატირე რა. ვინახართ ბიჭო ვინ? თქვენ ხართ საწვალებელი ხალხი რა. დედას ბიჭა ვარ, ღმერთს კი არ უნდა ვეჩხუბო. ღმერთს მადლობა უნდა ვხადო, რომ ესეთ დღეში გამყოფებთ რა. ძალიან მაგარია ის ღმერთი, რომელიც წარღვნას აგზავნის. აქამდე ხო ღმერთს განვიკითხავდი მაგაში. ეხლა მაგრად მევასება ის ღმერთი, ვინც წარღვნას აგზავნის, ვინც ადამიანებს ტანჯავს, ვინც ადამიანებს ტვინს უღრძობს და ვინც ადამიანებს მონად აყენებს. თქვენნაირი მონები სჭირდება ღმერთს ზუსტად რა. თქვენნაირი ნანა კოსტავას ნაირი მონები სჭირდება. და დანარჩენი იმ ტვინ ღრძო ადამიანის ნაირი მონები სჭირდება, ვინც მონად ზღვენები არიან რა. ეგრე მოუხდება ამ ხალხს. ყოჩაღ ღმერთო, მაგარი ვიღაცა ხარ, შემიყვარდი ამ მოკლე ხანში რა. აქამდე ხომ ვერ ვიგებდი, რატო აკეთებდი, ეხლა ვიგებ, გამაგებინა ღმერთმა ეს ყველაფერი. მადლობა ღმერთო მაგისთვის, რომ დავინახე თუ რატომ აკეთებ ამ დამპლობას. დამპალი ხალხი სიდამპლეში უნდა ამყოფო, ამოხადო იქ სული. დიახ, აი ეგრე უნდა მოახდინო. მადლობა, ვისწავლე მე შენგან. შენ ხომ გეუბნებოდი, რომ შენგან ისწავლე მეთქი, რომ აი არამზადა და ნაძირალა შვილს უნდა ასწავლო და სინათლე შეიტანოთქო, ხო? არა. მე უნდა მესწავლა შენგან, რომ არამზადა და ნაძირალა შვილი
ნაძირლობაში და არამზადობაში უნდა ამოალპო. მართალი ხარ ღმერთო, მართალი. ხო, მარინა, ეს არ ესმით ესეთ ტვინღრძო ხალხს. ეს ესმით მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც გამოცდილება აქვს. პირდაპირ ლაივში ასეთ სერიოზულ თემებზე საუბარი თან აზროვნებ და ესაუბრები გადაგებას ძალიან ძნელია. წინასწარ მომზადებულ ლექსს ან მოთხრობას ხომ არ ყვები. ასეთი ხალხი, ვინც აკრიტიკებს თხრობას, არც და ვერ გისმენს, ვერ მისმენს, იმიტომ რომ არ წაუკითხავს ხმამაღლა თავის ცხოვრებაში ტექსტი. ცხოვრებაში არ წაუკითხავს ტექსტი, ან თუ წაუკითხავს დაზეპირებული ლექსი დედიკომ რო ასწავლა 5000 ჯერ რომ გაამეორებინა იმ ლექსის ლამაზად გამოთქმა, გონია რომ არის კაცობა და ადამიანობა. მონებს ესე ჰგონიათ. ხო და ეგეთ მონებს ღმერთმა რა უნდა უქნას, იცი? მონობაში უნდა ამოხადოს სული თავის ცხოვრების მანძილზე, რაც კი ამ დედამიწაზე ჩამოენძრევა. აი ისეთ ადამიანებს, როგორებიც არიან ეხლა ნანა კოსტავას ნაირები, რომლებიც ვერ იგებენ ვითარებებს და არც უნდათ რომ გაიგონ, ზუსტად იმ ღმერთმა, რომელსაც მე ვაკრიტიკებდი, რომ რატო აკეთებ მეთქი ღმერთო და რატოს ჯი ადამიანებს, სწორედ უნდა მოექცეს ეგრე რა. მართალია ღმერთი, ღმერთის მხარეს დგავა რაწი. იმ დამსჯელი, დედის მტყნელი ღმერთისკენ დგავა, რომელიც 200 ყმას ანადგურებს, ადამიანებს ანადგურებს და ერთი ადამიანის გამო მთელ ქალაქსა და ქვეყანას და ტომებს ანადგურებს. აი, მაგ ღმერთთან დგავა რაწი რა. იმიტომ რომ მივხვდი, ადამიანი მძღნერია და თავის მძღნერშივე უნდა ამოალპო ეგ ადამიანი. ესეთი ადამიანები, არამზადა ადამიანები, უნდა ამოალპოს ღმერთმა ყველა თავისივე მძღნერში. ყოჩაღ ღმერთო, მაგრად მიყვარხარ ამისთვის. დიახ მარინა, ლამაზი ტყუილების და ზღაპრების სამყაროში ცხოვრება ურჩევნიათ ასეთ ნაგვებს და არამზადებს. არამზადებით არის გავსებული თურმე მთელი სოფლიო. ღმერთი მართალია. მართალია რომ აღარ ჩამოდის ჩვენთან და დაგვიკიდა. მართალია ის ღმერთი, იმიტომ რომ რა უნდა ბიჭო ჩვენთან? ნერვების შლის მეც არაფერს არ გავუკეთებთ იმ ღმერთს. ჩვენი დანახვა მას, ან ჩვენი შველა რათ უნდა? რა უნდა ამ დედამიწაზე რომ ჩამოიხედოს, კარგს დაინახავს რამეს? გავსებულია ქვეყანა არამზადებით, არა მხოლოდ ქვეყანა, დედამიწა გადატენილია არამზადებით. კარგად იყავით ახლა.